არა, შეგვიძლია ინტერვიუ ჩავწეროთ. თბილისის უძველეს ისტორიულ უბანში მირზაშაფის ქუჩაზე მერია აპირებს ურბანული დანაშაულებრივი პროექტის განხორციელებას, რომელიც სრულიად ამოვარდნილი იქნება ძველი თბილისის არეალიდან. მირზაშაფის ქუჩა არის ისტორიული უბანი, რომელიც მდებარეობს აბანოთ უბანის ზემოთ, რომელიც მდებარეობს მეტეხის პლატოს ზუსტად მოპირდაპირე მხარეს, თაბორის მთის კალთების ქვეშ, ბოტანიკური ბაღის გვერდით და აი ამ ადგილას განახორციელო ისეთი თანამედროვე პროექტი, რომელსაც თავაზობს დედაქალაქის მერია ერთპიროვნულად, სამწუხაროდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით არის სრულიად მიუღებელი თბილისელებისთვის და მე მოვუწოდებ ყველა საზოგადოებრივ პროფესიულ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ აი ამ პრობლემის გარშემო ყველანი უნდა გავერთიანდეთ და არ დაუშვათ, რომ ის მახინჯი მართლაც სამწუხაროდ შიზოფრენიული პროექტი განხორციელდეს მირზაშაფის ქუჩაზე. ეს იყო პროექტი, რომელიც განხორციელებაც იგეგმებოდა წლების წინ და გულისხმობდა ისტორიულად არსებული შენობების აშენებას, თუმცა მაშინაც კი იყო გულისხმობა საზოგადოების მხრიდან და ჩვენ ხელისუფლება, რომელიც იყო თამამი პროექტების განხორციელებისას, გავითვალისწინეთ საზოგადოების წუხილი და შევაჩერეთ პროექტი. და დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ გვთავაზობს 1000-ჯერ უარეს პროექტი, რომელიც სრულიად ამოვარდნილი არის ძველი თბილისის კონტექსტიდან და აქ უნდა აშენდეს და განხორციელდეს ის პროექტი, რომელიც იქნება ისტორიული უბნის ბუნებრივი გაგრძელება და არა ის მართლაც სიმახინჯე, რომელსაც გვთავაზობს დედაქალაქის მერია, ვინც არის ნამყოფი ქალაქ კიშინოვში, ის გავს ქალაქ კიშინოვის გარე უბანს და ისტორიულ უბანში მირზაშაფის ქუჩაზე იმ პროექტის განხორციელება არის ურბანული დანაშაულის ტოლფასი.